რას გულისხმობდა გახარია, არ უნდა, მაგრამ იძულებულია იძალადოს, ეს რას გულისხმობს თქვენი აზრით? საზოგადოებას ნამდვილად არ აქვს არაფერი შესაშფოთებელი, იმიტომ რომ ის გულისხმობდა მარტივ მოცემულობას, რაც ქართულმა ოცნებამ თვითონ დააყენა სხვათა შორის. ვერავის ვერ დააბრალებს ის. იმის გამო, რომ მათ ფაქტიურად საკუთარი თავი, საკუთარი ქონებები, საკუთარი უკანონოდ, უსამართლოდ მოპოვებული ეს ძალაუფლება, რომლის კონსოლიდირებაც მოახდინეს, აი ამის გადასარჩენად ისინი იძულებულები ხდებიან, რომ ფაქტიურად გააკეთონ ის, რაც არ გაუკეთებია ლამის წინა ხელისუფლებასაც კი თქვენ წარმოიდგინეთ. ყოველ შემთხვევაში კალიბრაციის გამოკლებით. აი ამას გულისხმობდა. ქართულ ოცნება შეიძლება სულაც არ სიამოვნებდეს იდეაში მთლიანად აი ამ ძალადობების ჩადენა განსაკუთრებით იმ არგუმენტის ფონზე, რასაც ისინი ყოველთვის იშველიებდნენ, რომ ისინი უკეთესები იყვნენ თითქოს და წინა პრეზიდენტის სააკაშვილის ხელისუფლებაზე, მაგრამ დღეს ფაქტიურად იძულებულები ხდებიან, რომ ეს გააკეთონ და ამის იძულება ფაქტიურად აი ამის კალაპოტი გამოიჭრეს თვითონვე, სხვას ვერავის ვერ დააბრალებენ. საკუთარი ძალაუფლების, საკუთარი ქონების, საკუთარი სკამზე ჯდომის და ამ სკამის შენარჩუნების არგუმენტი და ეს არის და ეს. და შესაბამისად ეს თქვა ბატონ ხარიამაც.